მოგესალმებით. მივესალმები ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ხმის მცველებს. მოგესალმებით თქვენ და მადლობა რომ დღეს აქ ხართ. მივესალმები ჩვენს მაყურებელს. აღნიშნული პრეზენტაცია გადაიცემა სხვადასხვა მაუწყებლის მეშვეობით და ჩვენ თქვენთან ერთად ჩვენს მაყურებელს ვეთყვით თუ როგორ ვაპირებთ დავიცვათ ხმები და საბოლოოდ გავიმარჯვოთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და წარმოგიდგენთ კოალიცია ცვლილებისთვის პრეზენტაციას, რომელიც არის ყველაზე მასშტაბური სტრატეგია, გეგმა იმისა, თუ როგორ უნდა ვიშრომოთ და შემდეგ ეს შრომა გამარჯვებაში გადავსახოთ 26 ოქტომბერს. ჩვენ ვიცით, რომ დემოკრატიის საზომი არის არჩევნები. არჩევნებით იზომება სხვადასხვა სახელმწიფოში დემოკრატიის ხარისხი. არჩევნები და ეს არჩევნები განსაკუთრებულად იქნება ჩვენი ქვეყნის ევროპული გზისთვის გადამწყვეტი და უმნიშვნელოვანესი და თავისუფლების და დემოკრატიაზე ზრუნვა და თავისუფლებაზე ზრუნვა ჩვენი ყოველდღიური შრომის შედეგი უნდა იყოს. მასზე ზრუნვა და მისი გაფრთხილება ეს არის ჩვენი ამოცანა, ვინაიდან ჩვენ შევძლოთ ევროპულ საქართველოში და ევროპული მომავლის მქონე სახელმწიფოში ცხოვრება. და სწორედ ჩვენ ვართ ის ადამიანები და თქვენ ხართ ის ადამიანები, როგორც ასე ვთქვათ, პასუხისგებლიანმა საქართველოს მოქალაქეებმა ავიღეთ და აიღეთ ეს პასუხისგებლობა. დღეს ჩვენ ნაწილში ჩვენ ვიცით, რომ 24 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები სხვა ყველა წარსულში არსებული არჩევნებისგან განსხვავებულია. ჩვენ არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით გვექნება ძირითადად. თითოეული ჩვენგანი, რომლებიც აქ ვართ და არა მარტო აქ ვართ, მთელი საქართველოს მასშტაბით, გვიწევს მივიღოთ მონაწილეობა განსაკუთრებულად დიდ პილოტში. პირველად საქართველოს ისტორიაში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება არჩევნები და ამას ჩვენ კოალიცია ცვლილებისთვის ხვდებით ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით. ჩვენ არა მარტო ცოდნა, არამედ ტექნოლოგიები გაგვიმაგრებს ზურგს. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ და მოდი დღეს ჩვენ ყველანი შევთანხმდეთ და ჩვენს ამომრჩეველს უთხრათ, რომ ეს არის ბოლო არჩევნები, როდესაც საქართველოს მოქალაქეს იმის გამო, რომ არ იმყოფება რეგისტრაციის ადგილას, უწევს არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმა და ეს იქნება ბოლო არჩევნები საპარლამენტო, იმიტომ რომ საქართველოს მოქალაქე სოციალური თუ ეკონომიკური პრობლემების გამო სხვადასხვა მიზნით არ იმყოფება რეგისტრაციის ადგილზე და სამწუხაროდ ის ვერ იღებს არჩევნებში მონაწილეობას. ეს იქნება ბოლო არჩევნები და ყველა მომდევნო მორიგი არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება ისე, რომ სადაც არ უნდა იყო ფიზიკურად. შეგეძლოს არჩევნებში მონაწილეობა და ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ ვიცოდეთ შემდეგი რამ. მოტივაციასთან ერთად აუცილებელია ცოდნა. ჩვენ არ გვაკლია მოტივაცია, ჩვენ არ გვაკლია გამოცდილება, მაგრამ ჩვენ უკვე გვაქვს ცოდნა იმისა, თუ როგორ დავიცვათ ჩვენი ხმები და მის პრეზენტაციას წარმოგიდგენთ ახლა, ვინაიდან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. პირველ რიგში მინდა მადლობა გადაუხადო კოალიციის ყველა გუნდს, ყველა პარტიას შემადგენელს, ვინაიდან მთელი საქართველოს მასშტაბით 3020 უბანზე ჩვენ გვეყოლება 4000-ზე მეტი წარმომადგენელი და ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვიქნებით ყველა უბანზე. მადლობა საარჩევნო ოფისს, რეგიონალურ შტაბებს, კონკრეტული, ასე ვთქვათ, მიმართულებების ხელმძღვანელებს. მინდა მათ განსაკუთრებული მადლობა უთხრა, ვინაიდან ეს შესაძლებლობა აქამდე ამ მასშტაბის ღონისძიებაში ჩართულობა შეიძლება ხდებოდა ხოლმე, მაგრამ ახლა ვართ ყველაზე უფრო მომზადებულები. განსაკუთრებული მადლობა თბილისის ოფისს, რეგიონების ოფისს, მუნიციპალიტეტების ოფისს და იმ ადამიანებს, ვინც სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან, ყველა ქალაქიდან, სოფლიდან, რეგიონიდან
ჩვენ ოლქებს უწოდებთ მათ. ყველა ოლქიდან დაიძრა და დღეს აქ ხართ. მადლობა თქვენ და მადლობა იმ ადამიანებს, ვინც ვერ წამოვიდა, ადგილზე დარჩა, ახლა გვიხურებს და განსაკუთრებული მადლობა მათ და არა მარტო ჩვენ, არა მარტო თქვენ გეიმედებათ მათი, არამედ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ეიმედება მათი, ვინაიდან ჩვენ და თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ხმის მცველები და ეს აუცილებლად უნდა გავითავისოთ. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, რასაც ჩვენ შევასრულებთ 21 ოქტომბერს და ჩვენ ყველა უბანზე გვეყოლებაა ჩვენი წარმომადგენელი. ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რა ტექნოლოგიის გზით, რისი გამოყენებით ჩვენ შევძლებთ, რომ გავამტკიცოთ ჩვენი გამარჯვება. ჩვენ გვექნება შესაბამისი პლატფორმა, რომელიც იქნება 2024 election G, რომელიც თავის, ასე ვთქვათ, ძირითად საქმიანობას დაიწყებს 26 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც ჩვენ გვეცოდინება წინასწარი შედეგები. წინასწარი შედეგები აქ წარმომადგენლებმა, თითოეულმა თქვენგანმა, ყველა თქვენგანმა იცის, რასაც გულისხმობ, მაგრამ მაყურებლისთვის აუხსნი. წინასწარი შედეგები ეს არის ხმის მთლელი აპარატისგან ამოსული მონაცემები, შედეგები, რომელიც საქართველოს მოქალაქეების არჩევანს პროპორციულად ანაწილებს. და ჩვენ გვექნება პლატფორმა და ამ პლატფორმის მეშვეობით ამ ჩეკებს გამოვფენთ ამ პლატფორმაზე და საქართველოს ყველა მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა ჩეკების ატვირთვის შემდეგ მიიღოს დათვლილი ინფორმაცია. ის ობიექტური ინფორმაცია, რა ობიექტური ინფორმაციაც იქნება ხმის მრეწველ აპარატებში. ჩვენი ამოცანა არ არის ვინმეზე სწრაფად გამოვაცხადოთ შედეგი. ჩვენი ამოცანა არ არის ვინმეს მივცეთ შესაძლებლობა, რომ სისწრაფეში შევეჯიბროთ და ასე შემდეგ. სისწრაფე არჩევნების დროს არ არის ყველაზე კარგი მეგობარი. ჩვენი ამოცანა არის ობიექტურობა, კომპეტენცია და ამომრჩევლის ნების პროპორციულად განაწილება იმ მანდატებში, რომელსაც პროდასავლური ევროპული ოპოზიციური პარტიები და კოალიციები მიიღებენ. ჩვენი ამოცანა არის ეს. ამიტომ ჩვენ გვჭირდება მტკიცებულებები. ამიტომ ჩვენ გვჭირდება ის ობიექტური მტკიცებულებები, რომელზეც პასუხისმგებლობა აქვს საარჩევნო ადმინისტრაციას აღებული. მიუხედავად ტექნოლოგიური განვითარებისა, მიუხედავად არჩევნებში ტექნოლოგიების დანერგვისა, მე მინდა გითხრათ, რომ გვაქვს ინსტიტუციური ჩამორჩენილობა სამწუხაროდ, ვინაიდან საქართველოს მოქალაქეებს, ვისაც აქვს სურვილი არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, მათ ეს არ ეძლევა და ტექნოლოგიებმა ეს უნდა შეძლოს და ჩვენ მომავალში ამას გავაკეთებთ, მაგრამ პირველ რიგში გვექნება პლატფორმა, სადაც ხმების ატვირთვასთან ერთად ჩვენ შევძლებთ, რომ გამოვაქვეყნოთ შედეგები და ეს შედეგები ამომრჩეველს არა, ასე ვთქვათ, წინასწარ განზრახვით და ვიცით როგორც ხდებოდა, ხო? წარადგენდნენ ისეთ ოლქებს 64%. ხო, წარადგენდნენ ისეთ ოლქებს, რომელშიც მართველი ძალა იგებდა დიდი ჰანდიკაპით, ჩვენ წარმოვადგენთ იმ ოლქებს, სადაც დაითვლება ხმა და ვიქნებით ობიექტურები, სამართლიანები და ავტვირთავთ ყველა ეგრეთ წოდებულ ჩეკს და ეს ვიდეო სულ შეიძლება. დათვლილია 9 სოციუბანი. ბათუმში დათვლილია ხმების 40%, ქუთაისში დათვლილია ხმების 80%, თბილისში დათვლილია ხმების 100%. ჩვენ შევქმნით პლატფორმა 2024 election.g. აქ ყველა ერთად, ყველა რეჟიმში გავიგებთ არჩევნების შედეგებს, ყოველწუთობრივი განახლებით. ჩვენ ვაკვირდებით ყველა უბანს. ერთად დავიცვათ ჩვენი არჩევანი. მადლობა. არჩევანის დაცვა არის მნიშვნელოვანი და ჩვენ სანამ ხმების დათვლაზე გადავალთ, აუცილებელია კენჭისყრის დღის პროცედურას 8 საათიდან 8 საათამდე მივაქციოთ ყურადღება, რათა ამ ხმისთვალ აპარატებში ხმები, ბიულეტენები მოთავსებული იყოს ისე, როგორც არის ამომრჩევლის ნება. ამისთვის ჩვენ მთელი საქართველოს მასშტაბით გვყავს 100 ტრენერი ინსტრუქტორი და საქართველოში პირველად ამ მასშტაბის კვალიფიკაციის და გამოცდილების მქონე ტრენერები, ინსტრუქტორები და ადამიანები, ვინც მოტივირებულია, რომ ქვეყნის მასშტაბით
შექმნა საარჩევნო პროცესი და მოახდინოს ამ პროცესის ადმინისტრება აქამდე არ ყოფილა. მინდა რომ მივასალმოთ ჩვენს ინსტრუქტორ ტრენერებს მთელი საქართველოდან. ოცდათოთხმეტი ინსტრუქტორ ტრენერი თბილისში და 76 ინსტრუქტორ ტრენერი მთელი საქართველოს მასშტაბით. განაწილება არის ამომრჩევლის რაოდენობის და მასშტაბის შესაბამისად. ჩვენ გავითვალისწინეთ ამომრჩევლის რაოდენობა და ჩვენ გავითვალისწინეთ გეოგრაფია. ჩვენ გავითვალისწინეთ ის, რომ კოალიციებისთვის, პარტიებისთვის 10, 5, 15 ტრენერი ძალიან მჭიდრო კალენდარი, სწრაფი მომზადება ვერ და არ იქნებოდა, ასე ვთქვათ, ეფექტიანი. და ჩვენ 100 ინსტრუქტორ ტრენერთან ერთად მომავალში შევძლებთ საარჩევნო პროცესის ადმინისტრებას ამ ქვეყანაში და მე ამაში ვარ ღრმად დარწმუნებული, ვინაიდან თუ რამე გვაკლია დღეს ტექნოლოგიებთან ერთად გამოცდილი და კვალიფიციური ადამიანები და სამართლიანი საარჩევნო პროცესის მართვა. ეს არის აუცილებელი და ჩვენ ეს უნდა შევძლოთ. ჩვენ ამას შევძლებთ თქვენი მხარდაჭერით, თქვენი დახმარებით. ინსტრუქტორ ტრენერებს აქვს განსაკუთრებული ფუნქციაც. გარდა იმისა, რომ თქვენ წარმომადგენლებმა დარღვევების შემთხვევაში უნდა დაწეროთ საჩივრები და ეს ჩვენი ვალდებულებაცაა, ლოგიკურია, თუ დარღვევა, ამ დარღვევას უნდა მოვახდინოთ რეაგირება. ინსტრუქტორ ტრენერები იქნებიან ადამიანები, რომლებიც დაწერენ აღნიშნულ საჩივრებს, მათ შორის ელექტრონული ტექნოლოგიებით, ელექტრონული პლატფორმის გამოყენებით და იქნებიან ყოველწამიერ და წუთიერ კომუნიკაციაში წარმომადგენლებთან, იმ უბნის ხელმძღვანელებთან და წარმომადგენლებთან, იმ ხმის მცველებთან, რომლებიც უშუალოდ უბანზე იქნებიან წარმოდგენილი. აუცილებელია ხარისხიანი კომუნიკაცია. აუცილებელია ის, რომ ერთმანეთს ვენდობოდეთ და აუცილებელია ის, რომ გქონდეს დისციპლინა. კომპეტენციასთან, ცოდნასთან, გამოცდილებასთან ერთად საარჩევნო პროცესს სჭირდება დისციპლინა. და დღეს ჩვენ აქ დაახლოებით 1500 ადამიანი ვართ შეკრებილი და ვამბობთ, რომ ჩვენ ვიქნებით დისციპლინებულები და ჩვენ ვიქნებით მოტივირებულები და ჩვენ დაუჯერებთ ინსტრუქტორ ტრენერებს. მადლობა ინსტრუქტორ ტრენერებს ბოლო 2 თვის გაძლებისთვის, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ მათ გაწიეს ძალიან დიდი შრომა და მათ შორის ნაწილი მათგანი, როგორც ვიცი, დღესაც ამ მომენტში ატარებენ ტრენინგებს სხვადასხვა ოლქებში და მუნიციპალიტეტებში. წარმატება ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს ინსტრუქტორ ტრენერს დღეს ვინც ვერ და არ შემოგვიერთდა, იმიტომ რომ მას ჰქონდა კონკრეტული პასუხისგებლობა აღებული. აუცილებელია ვიცოდეთ ის, რომ ჩვენ მართავთ პროცესს. ჩვენ ვართ პასუხისგებლები ჩვენი ამომრჩევლის ხმის დაცვაზე და უნდა იცოდეს ყველამ, რომ გარდა იმისა, რომ ჩვენია მომავალი, თითოეული ამომრჩევლის მომავალზეც პასუხისგებლები ხდებით ჩვენ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან მომავალი არის მათი, ხმის დაცვა არის ჩვენი და ჩვენ უნდა დავიცვათ მათი ხმა და ინსტრუქტორ ტრენერებს აქვს განსაკუთრებული როლი ამაში. გვაქვს გამოწვევები. 4 მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომელიც ჩვენ ფიქრობთ, რომ ჯერ კიდევ დასაძლევი გვაქვს. პირველი, არჩევანი არის ფარული. შენი ხმა ფარულია. ყველა ამომრჩეველს უნდა უთხრათ, რომ მისი ხმა არის ფარული და ვერავინ ვერ გაიგებს თუ ვინ გააფერა და ძირითად უბნებში, ან სხვა უბნებში, სადაც არ არის ელექტრონული ტექნოლოგიები, ვინ შემოხაზა. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ერთი რამ. მიუხედავად იმისა, რომ ქართულ ოცნებას შეიძლება ამომრჩეველი ყავდეს ეგრეთ წოდებულ მხარდაჭერთა სიაში. მან უნდა იცოდეს, რომ მისი არჩევანი ფარულია და შეუძლია შემოხაზოს კოალიცია ცვლილებისთვის, ვინაიდან ვერასდროს ვერავინ გაიგებს იმას, თუ ვის სასარგებლოდ გააკეთა მან არჩევანი. ჩვენ ეს უნდა შევძლოთ, რომ ჩვენი ამომრჩეველი დავარწმუნოთ. მნიშვნელოვანია ეს ფაქტორი, ვინაიდან ობიექტური ადმინისტრატორის პირობებშიც კი, ობიექტურად პროცესის დაგეგმვის პირობებშიც კი, თუ ამომრჩეველს არ აქვს თავისუფალი ნება, რთულია გამარჯვება, რთულია შედეგის მიღწევა, ამიტომ უნდა ვიცოდეთ, რომ ამომრჩეველმა უნდა იცოდეს, რომ არჩევნები კენჭისყრის დღე არის ფარული. ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ასევე ფარულობასთან ერთად ძალიან ბევრი ვისაუბრებთ იმასთან დაკავშირებით,
რომ ჩვენ შეგვიძლია მათი ხმების დაცვა. ხშირად გავიგებთ, რომ რომელიმე არჩევნებზე, რომელიმე განვლილ არჩევნებზე ოპოზიციამ ვერ შეძლო ხმების დაცვა. ჩვენ გვაქვს ეს პასუხისმგებლობა, რომ ვთქვათ, ჩვენ დავიცავთ ხმებს და მაინტერესებს მეთანხმებით თუ არა ამაში, რომ ჩვენ შეგვიძლია ხმების დაცვა, ვინაიდან ხმების დაცვა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამის შემდეგ რა დარჩა ქართულ ოცნებას იმისათვის, რომ გაიმარჯვოს? არაფერი გარდა იმისა, თუ ამომრჩეველი არ წავა არჩევნებზე. ჩვენ უნდა წავიდეთ არჩევნებზე და მაღალი აქტიურობა, მაღალი დასწრება ნიშნავს იმას, რომ არჩევნებში ქართული ოცნება მარცხდება, ჩვენ შრომა გაგვიათმაგდება, მაგრამ ჩვენ მზად ვართ დავწეროთ ყველაზე კომპეტენტური, კვალიფიციური საჩივრები ამის საჭიროების შემთხვევაში, მაგრამ მთავარი ეს შესაძლებლობა გვექნება მხოლოდ მაშინ, ხმის დაცვის შესაძლებლობა გვექნება მხოლოდ მაშინ, თუ საქართველოს მოქალაქეები წავლენ არჩევნებზე. და ის, რაც ქართველმა ემიგრაციამ გააკეთა, ის რომ გაორმაგდა და საქართველოს ისტორიაში პირველად მოხდა ის, რომ ორჯერ მეტი ამომრჩეველი დარეგისტრირდა. ის, რომ საქართველოს ისტორიაში პირველად 1,5 მილიონმა ადამიანმა გადაამოწმა საკუთარი თავი ამომრჩეველთა ერთიან ბაზაში, ნიშნავს იმას, რომ ქართველი ამომრჩეველი მიდის არჩევნებზე, ჩვენ ვიმარჯვებთ და ჩვენ ვალდებული ვართ დავიცვათ მათი ხმები. და ჩვენ ვიქნებით პირველი ხმის მცველები, რომელიც ამ ქვეყანაში მნიშვნელოვან დემოკრატიულ საწყისებს, მნიშვნელოვან დემოკრატიულ ცვლილებებს შეუწყობს ხელს. და ეს არის კოალიციური მმართველობა, კოალიციური მთავრობა და საარჩევნო ადმინისტრაცია არასდროს არავის მხარეს არ იქნება კოალიციური მთავრობის პირობებში და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ყველაობაზე წარმომადგენლობა, ელექტრონული ტექნოლოგია და ხმის მცველი აპარატების შედეგად დათვლილი ხმების შედეგის სწრაფად გამოქვეყნება. ინსტრუქტორ ტრენერები, გამოცდილება და ცნოდნა. აქტიური მოქალაქე, ეს 4 პირობა არის აუცილებელი გამარჯვებისთვის. ამის შემდეგ ამას თუ მივხვებით დისციპლინებით და პასუხისმგებლობით, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. და ბოლოს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველას უთხრათ. წადი არჩევანზე, ვინაიდან ჩვენ გავიმარჯვებთ და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ უნდა მივცეთ პირობა საკუთარ თავს, რომ არჩევნებზე წასვლის შედეგად ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და ჩვენ ვიმარჯვებთ. და ბოლოს დავასრულო მინდა ეს პრეზენტაცია იმით, რომ 26 ოქტომბერს, როცა უბნებზე გავალთ, ვიცოდეთ, რომ ჩვენ თითოეული თქვენგანი, ყველა ვინც აქ ვართ და ყველა ვინც რეგიონებში დავტოვეთ, ჩვენი კოლეგები და თანამებრძოლები, ვიცოდეთ, რომ ჩვენ ვიბრძვით ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. ჩვენი ბრძოლა არის გადამწყვეტ ფაზაში, სულ რაღაც ერთი კვირა დარჩა, 26 ოქტომბერს ვიმარჯვებთ და ვიმარჯვებთ იმისთვის, რომ გქონდეს ევროპული საქართველო.